ეს 7 წლის მარიამია, გოგონა კეთილი გულით და სევდით სავსე თვალებით. ეს კი მისი და იყო 6 წლის მონიკა. ალბათ ხვდებით, რომ უთქმელ ტკივილს იტევს მისი პაწაწინა გული. ეს კი 5 წლის ილია. ბიჭუნას არც სათამაშოები აქვს და არც საოცნებო დუტის ქურთუკი. ჯინსის შარვალზეც უიმედოდ ოცნებობს. ამის მიუხედავად, ჩემ შეკითხვაზე, თუ რა ოცნების ასრულებას თხოვდა კეთილჯადოქარს, ბავშვმა მიპასუხა: დეიდა, ჩემს დაიკავებს, რომ ლამაზი კაბები ჰქონდეთ. გოგონებს ერიდებოდათ თავიანთ ოცნებებზე საუბარი. ბოლოს მარიამმა მორიდებით გამიმხილა, რომ პლანშეტი მისი ყველაზე დიდი ოცნებაა და ამ დროს გოგონას თვალები გაუბრწყინდა. მონიკა კი ფუმფულასაწოლზე ოცნებობს და ლამას სამოსზე, როგორიც მის თანაკლასელებსაც ვიათ. ავარიული ქოხის კიბეებზე ჩამომსხდარან საბრალო ბავშვები და გულის ფანცქალით ელოდებიან, რომ ერთ დღესაც მათ ჭიშკარს კეთილი ჯადოქრები შეახებენ, რომლებიც მათ ბავშვურ ოცნებებს რეალობად აქცევენ. ეს ლობჟანი ძეების ოჯახია. ოჯახი, სადაც ავადმყოფობა და სიღატაკე პატარა ანგელოზებს ბავშვობას ართმევს. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.